აბა, დილამშვიდობისა. ჯერ დავსახოთ გამოწვევა და შემდეგ გადავწევთ საშუალებებზეც გადავიდეთ, კი ბატონო. მაშინ დავიწყოთ საუბარი სიმშრალით. ყველაზე მეტად აქტუალური ზამთარში რაც არის, ეს არის კანის გამოხატული სიმშრალე. შეიძლება იყოს რატომ არის ეს სიმშრალე? ანუ აბსოლუტურად ნორმალური კანის საჭიროებაც, ხო? კი, ნორმალური კანის შემთხვევაში ზამთარში შეიძლება იყოს ბუნებრივად სიმშრალე, იმიტომ რომ ტემპერატურული ცვლილება გვაქვს გარე სივრცესა და შიდა სივრცეს შორის, სადაც ჩვენ ცხოვრობთ და მუშაობთ, იმიტომ რომ გამათბობლები კანს კიდევ უფრო მეტად აშრობს, იმიტომ რომ ჰაერი შრება. მერე უცბად სიცივეში გასვლა, მერე ისევ სიცხეში. და ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს, რაც უფრო დაბალი ტემპერატურა არის გარეთ, მით უფრო ცხელი წყლით ვიბანთ იგივე ხელს თუ ვიღებთ აბაზარს. ეს ანუ შეიძლება აბსოლუტურად არ იყოს დამოკიდებული კანის ტიპზე, ხო? მშრალი გაქვს თუ არა. ცხიმიან კანით შეიძლება ზამთარში განსაკუთრებულად. შეიძლება კონკრეტული არები, რომელიც არის ესე რომ ვთქვათ, თვალსაჩინო, თუნდაც სახე, ხელები, მკვეთრადაც გამოშრეს სწორედ აი ამ ტემპერატურული სხვაობის დროს. შეიძლება გასქელდეს კანი, გაჩნდეს პატარა მიკრობზარები, გაწითლდეს, წამოვიდეს ქავილი და ასე შემდეგ. თუმცა არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ზამთრის პერიოდი არის ზუსტად ატოპიური დერმატიტის გამწვავების პერიოდიც და შესაბამისად, ამიტომ დამატენიანებლებზე განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს იმისათვის, რომ ეს კანის ბარიერი არ დაირღვეს. ვაუ. ყველაფერი დღესავით ნათელია. როგორც ყოველთვის. ანუ ამ კანის ბარიერის დარღვევა როგორ ვლინდება? ეს არის თავში დააქერცვა, როგორი სიმპტომატიკა ახსოვს, ხო? აი რა დაირღვა ეს ქავილი. ჯერ პირველ რიგში ოდნავ კანი გასქელდება. რას ნიშნავს? რაღაც უბანში თუ რა შეიძლება ეს იყოს კონკრეტული უბანი, აი ვისაც ნორმალურ მდგომარეობაში, ანუ უწევს დაუშვათ გარე სამუშაოები, სადაც დაბალი ტემპერატურა შეიძლება ეს იყოს გამოხატული მარტო ხელებზე და სახეზე, იმიტომ რომ დანარჩენი ადგილი დაფარულია და ხშირად ეს არის ხოლმე ხელება და გაუხეშება სხვადასხვა რამ არის, ვერ შეუხეშდება, უხეშდება, აქერცლილი ხდება, შეიძლება გაწითლდეს კიდევაც, შეიძლება გაჩნდეს ნახეთქები, ქავილის გამო, ეგრეთ წოდებული ექსკორიაციები, იგივე ნაფხაჭები გაჩნდეს. სწორედ ამ დროს არის აი უმნიშვნელოვანესი ოკლუზიური, ანუ ესეთი, რომელიც აი ამ დამცავ ფენას ქმნის, ესე რომ ვთქვათ, კანზე, აი ესეთი ტიპის დამატენიანებლები, რომლებიც შეიცავს ომეგა-3, 6, 9 ცხიმოვან კომპონენტებს, ცერამიდებს. შეიძლება თუ არ არის ნახეთქები, ამ შემთხვევაში შარდოვანას შემცველი დამატენიანებლებიც გამოვიყენოთ. ნახეთქების დროს არ შეიძლება. არა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის თუ შეგიმჩნევთ, რომ უთქვავს ადამიანს, რომ დამატენიანებელს ვისმევ და მეწვის კანი. ეს არის იმ შემთხვევაში, როცა კანი არის ძალიან გაღიზიანებული, ან ნახეთქებიანი, ამ შემთხვევაში შესაძლოა, ყველა შემთხვევაში არა, ანუ შარდოვანის შემცველმა დამატენიანებელმა გამოიწვიოს დისკომფორტი. ამიტომ ვურჩევ, რომ შარდოვანას გარეშე იყოს. სანამ მარტო დისკომფორტის გამო თუ ისედაც არ არის ასეთ დროს მიზანშეწონილი. თუ გეწვის, ესე იგი ეს არ გიხდება. თუ გეწვის, უნდა შეცვალო დამატენიანებელი გარკვეული პერიოდი. ვაშუშოთ და მე უნდა დავაწყნაროთ ეს კანი, იმიტომ რომ თუ გაღიზიანებულია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ამ დამატენიანებელში მცირე რაოდენობით ნიაცინამიდით შედიოდეს. რადგანაც ისიც ანუ არა, ამ ქერცლავი არის შარდოვანი. ნიაცინამიდი ანთებას ამაშობა ამცირებს, დაჭიმულობას ამცირებს და შესაბამისად ეს უფრო ესეთი განსაკუთრებული ეს აქვს, რა ქვია, დადებითი შედეგი ჩვეულებრივ სიმშრალეზეც და ატოპიის დროსაც განსაკუთრებით. ვაუ. კი ბატონო. გადავედით კურნალობაზე? ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ, მოკლედ რა. იცი რა არის ნინო, სულ მაფიქრებს ხოლმე ერთი რამ, რომ დაუშვათ, მე მაქვს კომბინირებული კანი. აი ნახე ამ მოცემულობით, რომელსაც დერმატოლოგები გვეუბნებით, ზამთარში უნდა შევცვალოთ ტიპი საცხის, ხო, რომ აი სიმშრალეს, სიცივეს გამოვკვეთოთ. სქელი კონსისტენცია. მაგრამ მე რო არ წავიდეს ეს გამონაყრისკენ და აკნესკენ, ხო, ზედმეტად გაცხიმოვნების გამო. აი ეს შუალედი და ეს ბალანსი როგორ უნდა დავიცვა, რომ არც გამომიშრეს და არც ძალიან გამიცხიმიანდეს. რას მივაქციოთ ყურადღება? უნდა იყოს ძირითადად ჰიდრატანტი, ანუ არ უნდა იყოს არაკომედოგენური უნდა იყოს თქვენი დამატენიანებელი. აი ეს არის მთავარი პრინციპი. ყველა დროს. ვისაც აქვს ცხიმიანი კანი მკვეთრად და ვისაც მშრალი აქვს უკვე ბევრი ვისაუბრე მაგაზე. და კომბინირებულზე არაფერი არ გითხოვთ და ყველაზე თული კანი მგონი ეგ არის. მაინც უფრო კომბინირებული შემთხვევაში მაინც უფრო როგორც ცხიმიან კანს ისე უვლით, თუმცა იმ ადგილებს, რომელიც მკვეთრად გამომშრალია, მაგალითად ლოყების
ადგილს შეიძლება სხვა დამატენიანებელი გამოვიყენოთ და ტეზონაზე სხვა აი დამატენიანებელი. გელ-კრემსა და კრემს შორის სხვაობა ეს ტიპისკანზეა დამოკიდებული თუ უბრალოდ მოხმარებაზე რომ ის როგორი ურჩევნია. წარმოებლის ამბავი. ესეც არის ვის რა ჭირდება. დაუშვათ ატოპიური დერმატიტის დროს უფრო კრემ-გელის სახით არის დასაბანი საშუალებები, რომლებიც თან ატენიანებს და თან კარგად ასუფთავებს. ზეთოვანი ჩემი საყვარელი. დასაბანი გელია, ესე რომ ვთქვათ, რომელიც აი ატოპიის დროსაც ძალიან მომწონს და ასევე ჩვეულებრივი გელი აკუთქუთებს კანს. გადასარევია. კი, დიდებულია. ნატალი, მე ჩვენება თუ ხედავიქ ზეთოვან რაღაცას. აბა, დასაბანი საშუალება. აბა, ყველანაირს ხედავთ, ტუჩის მოვლასაც მაშინ ჯერ გასუფთავებას დავუთმოთ, რომ ეს ცოტა ყველაფერი აქედან იწყება, ხო? მიტრეკილი კანის გასუფთავება როგორ მოხერხდეს აი ამ პროდუქტს. რომ მოვამზადოთ შემდეგი ეტაპისთვის. კი ბატონო. ეს ვიერს როგორც ხედავთ აქვთ 3 ტიპის დასაბანი საშუალება. საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს, ანუ ყველანაირ კანს მოერგება. ზოგადად ტოპიალიზის ხაზი, სადაც განკუთვნილია მშრალი, ძალიან მშრალი, მგრძნობიარე და ატოპიური კანისთვის. პირველ რიგში მოდი ვახსენებ კრემოვან დასაბანს, რომელიც არის ყველაზე მსუყე და ყველაზე მკვებავი და განსაკუთრებულად გაღიზიანებული. რა თქმა უნდა, ჩვილობის ასაკიდან. აქვე მინდა ვიკითხო, ეს არ არის მაკიაჟის მოსაცილებელი კრემოვანი, ეს არის დასაბანი კრემოვანი. დაფუძნების არის? სხეულია, ეს სხეულია. სახით და სხეული. სახეს და სხეული. კი ბატონო, ვარჯიშის დროს აქვე გადასარევი. მინდა პატარა პაუზა. მიდი თინა. აი ხეთხოთანზეა მოგული? არა. აი ეს კრემოვანი რომ თავის ფუნქციას ამართლებს. აი რაღაცა ცოტა ხანია დავიტოვოთ, აი თუ იქვე ჩამოვიბანოთ და რამეს უკვე შვება ეს კრემოვანი. თუ აი ცოტა მეტი დრო და არაფერი არ ჭირდება გახარბება და გაჩერება, არ ჭირდება ამ დასაბანს. პირდაპირ დაიტანთ თუ არა და როგორც კი ოდნავ აი გასუფთავდება კანი, ჩვეულებრივად ვიშორებთ მას და მას თავის საქმე უკვე გაკეთებულია განსაკუთრებით ატოპიის დროს. ეს ახლა პირდაპირ მე რაშიც ადგება ხოლმე ესეთი რამე ეს არის ვინც ვარჯიშობს იმისთვის არის ძალიან მარტივი ვარჯიშის შემდეგ უკვე აი სახე და ტანი ერთიანად რო გავისუფთავო და ზოგადად და უკვე რა იმაშია ტანი ყველაფერი 10-1. ოღონდ თიკას კითხვას გამოვეხმაურები რომ მე მეგონა რომ უკეთესი მოქმედება ქონდა და ჯერ ტანზე შევიზელდი ხოლმე რომ ძალიან გამომშრალი კანი მაქვს მე თავს ცალკე მივხედავდი მეგონა რომ ამასობაში ტანზე რა წავისთვის კიდე უფრო გაჯდებოდა კანში და მე და რა კაია თუ ამიდა გამიწევს გაჩერება ამ ყილმაში არ მიწევს რაც უფრო გავამარტივებთ კანის მოვლას მით უფრო უკეთესი არის მე ვერაფერს ვერ ვთქვი მაგდენ დროს თმის და რაც უფრო გავაგრილებ წყალს როგორც მივხვდი ძალიან გრილიც არ გვინდა ხენ უგავაციებთ ჩვენს მაყურებელს იყოს ნორმალური ტემპერატურის იმიტომ რომ მაგრამ უფრო გრილი ვიდრე ცხელი ამაზე ხო თანხმდები უფრო გრილისკენ ვიდრე ცხელისკენ ნორმალურად თუ ხარ ნელტილი ძალიან კაია და მე ვერ ვძლებ ვიხუთები მდუღარე წყლით ამიტომ მეც არა ეს ეტაპი გავიარე. გახსენით და დასუნეთ. აბა. ხმარ იმას ხას გაუსმევ, რომ ესეთი მძაფრი სურნელი არ აქვს ტოპიალიზის პროდუქტებს, იმიტომ რომ მაქსიმალურად მინიმალისტურ ინგრედიენტებს შეიცავს. იწევს ხოლმე ეგ რო არ შეიცავს პარფუმს. რომ განსაკუთრებით გზნობიარე და ატოპიურ კანს არ უყვარს ზედმეტი შეიდა. კი. აი პირდაპირ სახეზე შეიძლება თიკამ დაიწყო უკვე სახის ჩამობანა და არ არის პრობლემა. სუნი მინდა და არა მოკაცდეს ეს ადგილი რაღაცას ამბობდით უკაცრავად და ვეღარ ჩავდავასრულებ. დი, ხო, ანუ ზედმეტს არაფერს არ შეიცავს, ძალიან მკაცრად არის გაკონტროლებული დერმატოლოგების, ოფთალმოლოგების, გინეკოლოგების და პედიატრების კონტროლის ქვეშ, ასე რომ ძალიან უსაფრთხოა განსაკუთრებით ესეთი ძალიან გაღიზიანებული და პრობლემური კანი ვისაც აქვს. კარგი, ეს არის ყველაზე მსუყე. შემდეგ მოდის ეს გელოვანი. შემდეგ მოდის ზეთოვანი. ესე იგი ამაზე უფრო მშრალი კანი ვისაც აქვს, ყველაზე მშრალი ამით კი. ზეთოვანი კანის შემდეგ ზეთოვანი. ზეთოვანი არის თმისთვის, სახისთვის, ტანისთვის, ინტიმური ზონებისთვის და მაკიაჟის მოსაშორებლად არის გადასანა. ესე იგი ყველაფერი ერთ პროდუქტში. აი ზუსტად ისეთი 10-1-ში. გასაგებია. აჩო შეიძლება რომ ეს სუნს გავიგებ თუ არა და გიბრუნებ. სუნი ნეიტრალური იქნება რა თქმა და ეს არის ყველაზე ისეთი ეს არის ყველაზე სუბუქი ხო ანუ მაგრამ აინც სიმშრალისთვის განკუთვნილ, იმიტომ რომ აქ აწერია სიმშრალის საწინააღმდეგო გამწმენდი. თუმცა ნორმალურად
ორმა კანმაც შეიძლება ზამთრის პერიოდში გამოიყენოს და აბსოლუტურად არანაირი დისკომფორტი არ ექნება. ეს პროდუქტები, რა თქმა უნდა, ყველა სეზონზე გადასარევია, უბრალოდ ზამთარში განსაკუთრებით გვიმძაფრდება ხოლმე სიმშრალე და ვისაც ატოპია გვაწუხებს განსაკუთრებით მათთვის. და აქვე რაღაც ერთი წუთი დაგვრჩა, გავიაროთ ეს რა არის და ეს ორი ცალიც კი ბატონო, ეს არის დამატენიანებელი კრემი დაბანის შემდგომ, რომელიც გამოიყენება როგორც სახეზე, ისევე სხეულზე. აი, ძლივს ვიყოვეროთ ტანსაბია სახეც და შეიძლება რომ რაღაც პროდუქტი გამოიყენებოდეს ტანიდან სახე. კი ბატონო, კვებავს, იცავს გარემო ფაქტორებისგან, ასე ვთქვათ, დამცავ ბარიერს ქმნის და იქ ჰავილის დაჭიმულობის, გაღიზიანების შეგრძნებას ეს ფიარია კი. და შეიწოვება კარგად? კი, საერთოდ არ ტოვებს წებოვნების შეგრძნებას, კი ბატონო. და განახლებაც არ ჭირდება მალე. ტუჩი დაგვრჩა და მოუვლელი. ხელის და ტუჩის კრემით შეიცავს შის კარაქს, ომეგა მჟავებს და ძალიან კარგია ესეთი გამომშრალი ზამთარში ტუჩებისთვის და ხელებისთვის იდეალურია. დღეს რომ გავიღვიძეთ მინუს ტემპერატურა იყო და ამიტომ სახზე არ ჯერ კიდევ სეზონი გვეუბნება რომ უნდა მივხედოთ პირველი მანიშნებელი თან არის ხოლმე ტუჩი ესე დროს, როდესაც ტემპერატურული ასეთი მკვეთრი ცვლილებაა ხოლმე მომენტალურად იტყობს. თუმცა ზაფხულშიც რუჯის დროს მზეზეც იმდენად შრება კანი, რომ იმ დროსაც სჭირდება განსაკუთრებულად დატენიანება, არა მარტო ზამთარში მგონია. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, კანი ზაფხულშიც კანია და ზამთარშიც კანია. მით უმეტეს. და ეს ვიარსად შეხვდება მომხმარებელი. ნეტა. ეს ვიარს შეხვდებით ექსკლუზიურად PSP საფთია ქოქსელებში და ონლაინ ვებსაიტზე PSP-ს. კეთილი, მადლობა გავიცანით. ძვირფასობებო. რამის კითხვა ხوار გინდოდა სალამა კიდე? არა, მე მივიღე ამ მომწურავი ასევე. პასუხები ყველაფერზე.